პირველი როგორც მახსოვს არის დიეგო ლოპესი, სტივ გარსია. მე ჩემი პიკი იქნება სტივ გარსია ნოკაუტით. გომში გაცვლიან და გარსია დანოკაუტებს. ეს ჩემი პირველი პიკი. მე მგონია მე ვიყავი მარტო გარსიას მომხრე და მაინც მე აბსოლუტური გარსიას მომხრე ვარ. მე გარსიას ვიჩი უეჭველი და 3 რაუნდიან ბრძოლაში დიეგო ლოპესმა რაუნდა შესთავაზოს გარსიას. ჩემი აზრით გარსია ერთგვარი ფავორიტი არის. რავი, ლოპეზის დაფინიშება უბრალოდ ძალიან ისეთი რაღაცა მგონია რა მაგარი დოგფაითი მგონია რომ იქნება და მაინც გადავიხრები ლოპეზისკენ რა. შემდეგი არის დაკასი ნიკალი, ხო? მე ავიღებ კაილ დაკას და I'm not playing cool. კაილ დაკასი არის ძალიან მაგარი MMA-ის მებრძოლი. აი ძალიან მაგარი MMA-ის მებრძოლი. ხა ვიღაც შეიძლება ახსოვს რომ რომან დოლიძე მუხლი ყატა და გათიშა რა. ჯერთი მე რა, აი რომან დოლიძე და რონიკალი მოდ მოჭიდავენ და ეგ რა შუაში გეტ. მე წავიდა UFC. ბრძოლები მოიგო, დაბრუნდა მე. გადაბმული აქვს ფინიშები. ანუ მოჭიდავენ ძალიან მაგარი არის. ჯერთი გიცერია ძალიან მაგარი. ანუ მიწაზე ძალიან მაგარია რა. გომში უკეთესი მგონია. მოკლედ მგონია რომ დაკასი მოიგებს რაღაცას. არც გამიკვირდება რომ ფინიში იყოს, ჩემი პიკი იქნება დაკასი. მაგას ვაპირებდი ეს თქმას და დაკასი ჩემი პიკი არის ამ ბრძოლაში. დაკასი კამბექს აკეთებს მისი კარიერის და მისი კარიერის კამბექში ძალიან მაგრა გამოიყურება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვითო აიგა. უმაღლეს პიკთან უახლოვდება მის კარიერაში და ყველა ასპექტში ძლიერი არის, მართლა ყველა დეტალებში ძლიერი და ბონიკალში რაც დაგვანახა დერი ხო? რო არის როგორ გატეხო ბონიკალი რა, როგორ გატეხო მენტალურად პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით რა და კაილდა ზუსტად ეს ინსტრუმენტები აქვს. ვითი შეუძლია გატეხოს დერიდერზე შედარებით მაგრა შეუძლია და ბონიკალი გატეხოს რა. ამიტომ გამომდინარე რა თქმა უნდა დაკასი ჩემი რავი. ჩემი არჩევანი არის და მეგონა რომ მე მარტო ვიყავი მაგ გარსიას და დაკასის საკითხზე რა, თორემ მარტო ყოფილიყავ. მე ავირჩე ბოუნიკოს რა და მორჩა ბაზარი. აი შემდეგი არის კიდე ძალიან დიდი ფავორიტი არის, ხო? რუფი რა, ბრაზილიელი კონერი. აი მან დვეთახმები ბუკმეიკერს. რუფი მგონია. ნოკაუტით სავარაუდოდ. შენდლერ სავარაუდოდ რაც დოლასაც შესთავაზებენ იმას ღირებულობს და ეგაა მაგი მომენტი რა. ჩემი აზრით მე რუფს ვირჩევ. მაგ ბრძოლაში იმიტომ რომ ანთროპომეტრიულად რუფის ნაირ მებრძოლებთან შენდლერს ვიგირს. და ანუ ატარებს ზიანს, თორემ ზოგადად მაინც დაფრთხობის მებრძოლი როგორც მაურისიო რუფი სავარაუდოდ მაგასთან არანაირი შანსი არ აქვს რა. ფინიში თუ არა, იუნანების დისიჟენი კინაღამ 30-27-ია ჩემი თვალსაზრისით რა. ჩანდლერი მინდა რა, რატომღაც რა, რომ მინდა რომ მოიგოს, მაგრამ არა მგონი. ამაზე უკვე მე ვთქვი და ვიძახი რომ ესეთი გზნობა მაქვს, რომ დერიკ ლუისი ამ ჩაატარებს და დამარხავს რა, ჯოშ ჰოპკინს და I'm going დერიკ ლუის პირველი რაუნდი იყოს ნოკაუტი. მეორე. თუ ბლეიცივით იჭუბა, არის დიშას, არ მგონია რომ წააქცევს და დაკოთავს რა. 1-2 და ეგრე მორჩება ეჭუბი. ამიტომ უნდა ჰოკით. ჩემი აზრით ხუთი მეორე რაუნდში დააფინიშებს დიდი ალბათობით დერეკ ლუის. ძალიან დიდი ალბათობით. პირველ რაუნდში თუ არა, მეორე რაუნდში უჭველი დააფინიშებს, ომალის დავფიქავ მე ნოკაუტით ან ქულებით რა. მგონია რომ კაიყვა ზახაბის გათიშვა არ არის მარტივი. მაგრამ ომალი სნაიპერი შეუულია. აი უფრო მგონია რაღაც 29-28 ქულებით შეიმტო რომ მე მგონია რომ რაღაცა ზახაბი მაგის ზმა ფირას ზახაბი არის ერთ-ერთი ყველაზე კაი მწმელი ვაფშე რა ვინც MMA-ში არის. მგონია რომ ააჭიდავებს, მაგრამ ეგეთი მარტივი არ არის ხა ომალი ძალიან კაი ტეიქდაუნ დიფენსი აქვს ჩემი აზრით. შეიძლება ერთი რაუნდი რაღაცა წაიღოს იმას. მაგრამ ომალი მგონია მაინც კლასის ხარჯზე რა, უკეთესი მებრძოლი სადღაც მგონია რომ დაიჭერს ძალიან თუდაფაზე და ჩემი პიკი იქნება ომალი. მე ხუმრობის გარეშე ომალი იმაშია 3 რაუნდიან ბრძოლაში, decision-ამდე მისვლაში ერთ-ერთი დაუმარცხებელი მებრძოლი რა, რადგან ძალიან ძლიერია 3 რაუნდიან ბრძოლაში ომალი და პლუს ომალის პროგრესს დღემდე ვხედავ. მე ყველა ბრძოლიდან განა მერაბთან ბრძოლები წააგო ხო, იმ ბრძოლებშიც მაგის პროგრესს ვხედავდი რა. და მის ომალი მგონია და ომალი მგონია უფრო 3 რაუნდიან ბრძოლაში მიუდგომელი მებრძოლი არის ზახაბისთვის რა. ძალიან მაგარი ფუტბოლი აქვს, მაგრამ ზახაბის არც უძლიერესი რომ 5 წელი დაუმარცხებელი არის. რეალურად Ultimate Instinct-ზე არის 2019-დან პაუზა რაც ხონდა ხო? იმის შემდეგ ახალი მებრძოლი შემოვიდა და გასაკვირველი არ იქნება რომ გაგავაოცონ. მაგრამ
მე რეალურად ამალი ყოველთვის მივირჩევნია 3 რაუნდიან ბრძოლაში, მაგრამ და ყველას მივირჩევნია რა, იმიტომ რომ ძალიან უაზრო თუ ძლიერი ბრძოლია 3 რაუნდიან ბრძოლაში მალი რა. მე შონომალიზე წავალ და გადაწყვეტილებაზე წავალ მე რა. მეც გადაწყვეტილებას და ლუკამიდის ფინიში. ან ნოკაუტიან ქულები, მაგრამ უფრო მაინც მესთვის მგონია რომ ნახოთ co-main event. ლოგიკურად გონია რომ განმა უნდა მოიგოს რა, იმიტომ რომ იქნება გომში თლიანი ბრძოლა, ჩემი აზრით, წესით უნდა იყოს გომში. ანუ გამოდის ის მერე რომ არუა, ეს არის პერერას ლუკმაპური, ხო? მაგრამ ესე მგონია რომ შეიძლება რაღაც კომფორტის პონტი იყოს, დისკომფორტი ის რომ ადის პირველად არის ამ წონაზე და გონია რომ ძალიან რთული დასაჭერი იქნება განი ვიძახი რომ განი მოიგებს თან ის კონფლიქტში ვარ იმიტომ რომ პერერა ხო იცი რა მასტი არის პერერაზე როგორ უნდა წახვიდე იმაზე რა მაგრამ ხო კაროჩე მივდივარ განზე რა ფინიშს არ ვიტყვი მაშინ ხო არა ფინიში არ ამგონია სხოთაშორის რა decision გადაწყვეტილება განზე წავა მე მგონია პერეირა პირველი ან მეორე რაუნდი მაქსიმუმ ნოკაუტით განი ხაი მებრძოლია ძალიან გომი განსაკუთრებით კარგი აქვს უბრალოდ ჩვენ ჩემი აზრით გვაბნევს ოპოზიცია ვინც ყოლია სილგანს კარიერაში ძალიან კარგად რომ მოძრაობს და რაღაც გასაგები არის და რაღაცა ფრენსის განუს 2 რაუნდი მოუგოთ გომში და ერეირას შედარება ეხა იმ აიტ უივასასთან და ფრენსის განუს გომთან თუნდაც ასპინალთან აი აშედარება ეხა ერეირას სტრაიკინგი და ასპინალის სტრაიკინგი და უპირატესობა რაც ექნება არის სისტრაფე ძალიან ჩქარი არის მაგონისთვის განი მაგრამ მე მგონია რომ 1 ან 2 კაი ლოუ კიკი რო გავა წინა ფეხში დაკარგავს მაგ მობილობას. გონია რომ დაიწყება ჭუბი, პერეირა 1-2 კაის კაფ კიკს გაატყავს, ფეხს გამოაცლის და ვიტანკერა ზაფხულობს და ერთდროში გაამთავრებს რა. ბიჭო, აი ხა მე გავაკეთებ ჩემ პიქს ვის აირჩევს, ჩემი აზრით ხვიჩა. მე უნდა გამოვიცნო რომ ხვიჩა აირჩევს შემდეგ ეპიზოდზე. მე მინდა 2 პიკი მქონდეს აქ რო ზუსტად 50-50-ზე მოს შემი 2 პიკი მაგ ბრძოლაში რა 2 პიკი არის ერთი რომ სილურგანი იგებს ირანების decision-ით რადგანაც ხო პერერა ახალ ზონაში როგორ გამოიყურება ძიმე ზონაში არავინ არ იცი და რას ვხედავთ რომ ირანების decision-ით რომ სილურგანი პერერას დააფინიშებს მაგის ერთი წამითაც არ მჯერავს რადგანაც 84-დან როგორც კი ავიდა ხო რეალურად ხმის მდგომარეობა შედარებით კარგად გამოიყურება რა კარგად იტანს დატყვასა და სილურგანი ახლა მაინდა-მაინც რო ერთი დარღვა კონდეს რაღაცა ზბიერი მაგ ისტორიის მე არ მჯერავს პლუს სილურგანი არის ის მებრძოლი რომელსაც შეუძლია 5 რაუნდი მოძრაოს და გაატაროს 5 რაუნდი რა და სადაც პერერა 5 რაუნდი ადესანიასთანაც გაატარა და გაუტარებია ბრძოლებში რა 5 რაუნდი ამიდან გამომდინარე მე მაშინია რომ დიდი ალბათობა არის იმით რომ სილურგანი decision-ს წამოიღებს მაგთან გამომდინარე რა რადგანაც პერერა თვითონ არ არის ის მებრძოლი რომელიც ქულებს აგროვებს როგორც ასეთი რა ზიანზე ორიენტირებული მებრძოლია და არა ქულების აგროვება ეს სუპერ ქულები არის და მეორე გასაღებია მეორე ვარიანტია ჩემი რომ ალექს პერერა იგებს on ჩერეს მოდიშატები ანუ მოდიშატებიდან გამომდინარე მარჯვენა პირდაპირ რო დაარტყოს მაგალითად ხო კორპუსში და მაგიდან კომბინაცია განვითაროს მისი გასაღები არის რა ხაიკიქს ვახში ვერსად ვხედავ მაგის გასაღებს სილურგანის საწინააღმდეგოდ და ხელებით აქვს რა გააკეთოს ხო პერერას მაგ სიტუაციაში და არ დავივიწყოთ რომ სილურგანი არის უერთერთი უბინძურესი მებრძოლი და არ ნიშნავს არა რომ თეთრ სახში არ გააკეთებს სიბინძურის მაგ არა არაფრის გარანტია რა თუ პრაიდის გადათვალებს არ ჩააცმოდეს სადაც ხელი მოგონული არისო აი არის სადა მე რო ვიყო სილურგანი და ხვალ მაქვს ალექს პერერასთან ჭუბი გეფიცები გამიზნებულად თვალში დავარტყამ პირველი რაუნდში თვით აბა მოვაკლევიები ხა თავს ვაზე ხარ რა მოიწევი მეორე დარტყმა მუხში იქნება კეიგ რა ქვია ობლიკი ყველაფერს იმიტურეს გავიგე მესამე დარტყმა იქნება პახში კიდე მაგრამ აუცილებლად რომ დამიყენო მართლა 50-50 არის რა მაგრამ აუცილებელი არჩევანი რომ დამიყენო
რავი, რაღაცნაირად გულის სილგანისკენ გადაიწევა გადაწყვეტილების მიმართულებაში, იმიტომ რომ მაგან თუ გადაიტანა ალექს პერერას ცეცხლი პირველი 2 რაუნდის განმავლობაში, ხო? ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ 100%-იანი decision-ს ამოიღებს სილგანი, იმიტომ რომ ალექს პერერა უკვე ისეთი გაბინძურებული მდგომარეობაში იქნება რა, ასე ვთქვათ, რა. რომ მაიძულონ არჩევანი, ხო, რომ მაიძულონ სილგანს ვიტყოთ, რომ მაიძულონ, მაგრამ 100%-იანი 52%-ია შედეგი რა. მოკლედ ეს არის ბოლო თავარი ბრძოლის ჩვენი არჩევნები Topuria versus Gaethje's ჩვენი არჩევანი. მოდი რა ვქნათ, იცი თუ მინდა ერთად ვქოთ რა. 3 2 1 Topuria round 1 KO. ბიჭო, ყველა ერთადზე როგორ ავთე? აბა. რაუნდ 1 კი არა, პირველი რაუნდის პირველი წუთზე მგონია. იმან ისეთი რაღაცები ლაპარაკა, რომ ავალდა თავით შევასკრები და უკან ნამცა გადავდგავდა რაღაც ერთი მართალი არის. აბა რა უნდა მოგწეს პროსტა. ეს სიმართლე არაა, ხო? რა მომენტია, იცი? შეიძლება თუ სწორი, ჩემი იდეალური გეგმა რო იყოს და იდეალური გეგმა რო შედგეს, ხო? Justin Gaethje-ს, ხო? მე დავდობდი რომ მე-4 რაუნდში აგებს მაგ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაკეთდა და უკვე დაეცა. მე-4 რაუნდში Gaethje აგებს? ხო, მე-4 რაუნდში Gaethje აგებს. თუ იდეალურად იმუშავა ჩემპიონატზე, რა. და ძალიან აჩვენებს კიდე ექსპოლს აკეთებს Topurias სუსტ მხარეებს, რა, რადგან თუ შეძლო მისმა კოუჩმა ყველაფერი დავალება შეასრულებია Topurias, რა. იმიტომ რომ არის Topuria როგორ შეიყვანო ხმაწყალში, უბრალოდ Topurias თამაშს ვაყევი, შარში ხარა და მაქსიმალურად უნდა აყვე Topurias თამაშს, რა. პლუს საკმაოდ ძალიან ძლიერი ყბა უნდა კონდეს რა, ხა Justin Gaethje-საც. რაღაც პონჩი აქვს ყბა რა, კი დაეცა ხოლოვეისთან, მაგრამ აქვს ყბა. აუი, მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა გასაკვირვი იქნებოდა. არა, ჩემი აზრით რომ მე ვამბობ იდეალური გეგმა თუ აიჩია, Topurias-საც დავადგოთ, ესა ბევრი კლინჩი, არანაირი საშუალო დისტანცია, ძალიან ბევრი კლინჩი, ძალიან ბევრი კლინჩი აქვს საუბარი მაგ სიტუაციაში. არანაირი საშუალო დისტანციაზე დგომა და სუბტაგრებში მუშაობა, ბევრი სტომპები, ბევრი ბინძური მუხლები. მაგნაირ მდგომარეობაში შეუძლია კიდე რაღაც დრო გაიყვანოს და იმუშაოს მაგ. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მე არ ვrჩევდი Gaethje-ს რომ ვიყო მის ნაწილში. განსაკუთრებით, ანუ ყველაზე ცუდი დისტანცია, სადაც შეიძლება იშხუბო არის საშუალო დისტანცია Justin Gaethje-ს რა. მაგიტო გაკაჩენ ვოლკანოვსკიმ და ხოლოვემ ცოტა მეტი რომ უფრო შორიდან ეჭხუბეთ და ძალიან ბევრი ემოძრავენ რა. მაგრამ აქაც ანუ გეწევა. ფაქტიურად გეწევა, ანუ გიზღუდავს და გეწევა, იმიტომ რომ ორჯერ არ დაგეწევა პირდაპირ ზოლი და მესამეჯერ დაგეწევა მარჯვენა ნაბიჯით, მარჯვენა გადადგმული ნაბიჯით რა. და იმენა კლასიკური ბერძნულობაული ჭიდაობა ბინძური დარტყმებით, სადაც არ ექნება Topurias საშუალება აქედან აიღოს მთელი ამპლიტუდით დაგატრიალოს და მთელი ახალი კუთხე შეგიქმნას, მაგ კიდე აქვს სიტუაცია რა Justin Gaethje-ს. round 1. ეგ არის პიკები.